აქ ცხოვრობ მე, აქაა ჩემი სახლი და ამ კიბის თავზე დღეში რამდენჯერმე გავივლი და გამოვივლი. თვალი რომ და სული რომ გავიძლიერო და გავიმაგრო, აქ მაგ ერთი ძველი ვიტრინა, რომელშიც ჭურჭელია მარტო ჩემიანების. ბევრი ჭურჭელია გარდენიაში ნაყიდი, რა თქმა უნდა და მოგროვებული ოჯახებიდან, მაგრამ ამ პატარა ვიტრინაში არის მარტო ჩემების. ჩემი ბებიას, ჩემი დეიდის, მეორე ბებიას, დიდი ბებიას, ჩემი დეიდების მელიქიშვილიდან, დედაჩემის მამიდა ქეთოსი და ყველა ამ პატარა ეს ნუნუ საგინაშვილის ნაჩუქარია, ეს მზია გომელაურის ნაჩუქარი ჭიქაა. აი სულ ჩემიანებია, ყველას თავისი ისტორია აქვს, რა თქმა უნდა. ყველაფერი აქ აი ამ მინიატურულ ჭურჭელში არის ჩემს სიხარულთან და ჩემთვის უსაყვარლეს ადამიანებთან დაკავშირებული. თვითოულ მათგანზე ვგიჟდები. ეს ერიკამ ჩამომიტანა ავსტრიიდან. ცხელი შოკოლადის ჭიქებია, უსაყვარლესი. ეს ჩემი ბებია, ესეც ჩემი ბებია. ეს ნუნუ საგინაშვილია, ნახე რა სილამაზია. ეს არის სამეფო, რა თქმა უნდა, კუზნეცოვის შეკვეთით დამზადებული ღიღილო და ხორბლის თავთავი. ყველაფერი თქონდათ ამისი მაგ ოჯახში იყო საგინაშვილების დიდებულ ოჯახში, მთელი სადილის, ჩაის სერვისი 50 კაცზე. ხალბატონო, მითხრა რომ რამდენიმე აქ დარჩენილი, ძალიან ლამაზია. რომელიღაც აი ეს ციცოფურცელაძე მაჩუკა, ულამაზესი. ჩემი მეგობრის გუგა სულხანიშვილის დედა. ხალბატონი ციცო აღარ არის, ეხლა ცოცხალი და ვუყვარდი მას ძალიან და მეც ვგიჟდებოდი ამ ადამიანზე და რა თქმა უნდა მის მოსაგონრად მაქვს გაბზარულია და აღარ არის მთლად ფორმაში, მაგრამ ულამაზესია. რა თქმა უნდა ამ ყვავილებს ამოვიღებ აქედან და გამოვიყენებ მერე გადასატანად ან რა თქმა უნდა ამას სხვანაირ სიცოცხლეს მივცემ, დასაკვირველია. ეს შედარებით უბრალო ლურჯი კობალტები, ბებია ჩემისა სოფლურია უფრო. ბებია სოფლის ქალი იყო, არ იყო კაპრანჭული და რა თქმა უნდა კუზნეცოვები ვერ ექნებოდა. ლოგიკურია. მაგრამ ჩემთვის ძვირფასია. აი ეს მზია გომელაურო მაჩუკა, ეს ვარდისფერი ძალიან ლამაზია. ეს ლენინგრადია, ასევე ძალიან ძველი ჩემი ქეთო მამიდას დროინდელია. ესეც ჩემი ბებიას სერვიზიდანაა ეს ლურჯები. ძალიან ლამაზია. ამას კი ვერ ვიხსენებ ვისგან მაგ არ ვიცი. მაგრამ აი ეს საშაქრე და ორი ჭიქა შეიძლება არ იყოს ჩემი ოჯახიდან, არ ვიცი. აღარ მახს, აი ერთი კიდე მაგაგერ ამისი. ძალიან მომწონს. გულის სიხარულით მევსება აქ რომ ავივლი და ჩავივლი. და რომ შევხედავ ერთი შეხედვაც მყოფნის. რომ ჩავივლი აქა ერთი შეხედვაც მყოფნის. ძალიან მომწონს. მიხარია იკეტება ეს კარადა. რომ ვინმეს ხელი არ წაცდეს, მაინც საჯარო სივრცეშია და გული არ დამწყვიტოს. მართალია გასაღები აგერ უკიდია გვერდზე, მაგრამ მაინც დაკეტილია და შვიდად ვარ. გამიხარდება თუ თქვენს მოგაგონებთ რამდენიმე ნივთი თქვენთვის ნაცნობ ჭურჭელს და იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ თქვენც ბევრი გექნებათ მსგავსი. ჩემზე დადებითად მოქმედებს და მავსებს სიხარულით და ენერგიით. ჩემი წყარო ენერგიის ამდაგვარი წვრილმანებია. ბევრს აინტერესებს საიდან მომაქვს ამდენი ემოცია. აი ასეთი წვრილმანებით შემიძლია ჩემი ემოციები გავავსო და გავახალისო.